მოგესალმებო. მცირე შესწორება რომ ჩვენ სახელი არის Flip My Room და რა Flip My Home. Okay. მინდა გამოსვლა დავიწყო საკუთარი ისტორიით, როდესაც 4 წლის წინ ვიყიდე ბინად და ვაწყობ ხამცარიელ ბინას. შევიტანე იქ ავეჯი და ჟალუზი, რაღაც ჯაგი ჩამოვკიდე და ყველაზე დიდი დრო წამართვა ფარდების შერჩევა. შევედი ფარდების e-commerce საიტზე, ვათვალიერებ და ძალიან დიდი დრო წაიღო, რადგან არ ვიცი ჩემს ოთახს რომელი ფარდა უხდება. და საბოლოოდ დიდი ხნის რჩევის შემდეგ გამოვარჩინე ლურჯი ფარდა, ვიყიდე, მოვიტანე, ჩამოვკიდე და არ მოხდა. შესაბამისად ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება იმ პრობლემასთან, რომელსაც გესაუბრებ. და ეს ეხება არა მარტო ფარდებს, არამედ ნებისმიერ ტიპის e-commerce პროდუქციას, რომ იქნება ეს შპალერი, იქნება ეს კაფელი აბაზანაში თუ ნებისმიერ სახის e-commerce პროდუქცია, რომელიც განკუთვნილია ოთახის დიზაინისთვის. და ეს პრობლემა ერთ წუთი რომ დაბრუნდე უკან მომხმარებლების 60% e-commerce საიტებზე ამატებს თავის ამ პროდუქციას კარტაში და შემდეგ აღარ ყიდულობს, ხოლო 15% ყიდულობს, აღარ მოსწონს და შემდეგ უკან აბრუნებს. და რა მოხდებოდა რომ არსებობდეს ხელსაწყო, რომელიც სანამ ვიყიდე, იქამდე მაჩვენებდა როგორ მოუხდება ეს ხელსაწყო ჩემს ოთახს. და სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმნით ღილაკი, ჩვენ გავაკეთეთ ღილაკი, რომელიც ინტეგრირდება e-commerce ტიპის საიტებზე და აი ეს see you on your home წონე ღილაკი, რომელიც ჩავაინტეგრირეთ ამ შემთხვევაში Nova.gz-ზე და აი ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს თავისი ოთახის ფოტო და რამდენიმე წამის შემდეგ აი მონიშნოს პირველ რიგში რა ნაწილის ცვლილება უნდა. მაგალითად მე მინდა კაფელი ვნახო როგორ მოუხდება ჩემს ოთახს და მოვნიშნავ კაფელის ნაწილს და რამდენიმე წამის გენერაციის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ზუსტად იმ რეალისტურ ფოტოს როგორი იყო აქამდე და როგორი გახდება აი ამ ახალი კაფელის მორგების შემდეგ. შესაბამისად წინასწარ ვიცი თუ ის პროდუქტი რომელსაც ახლა ვათვალიერებ როგორ გამოჩნდება ჩემი ოთახის შემთხვევაში. საიტზე რო გადავიდეთ, ეს ეს არის before after. აქამდე როგორ იყო ჩემი ოთახი და ეხლა როგორი გახდა აი ამ პროდუქციის მორგების შემდეგ. საიტზე რო გადავიდეთ, გვერდით Flip My ჩვენ გავაკეთეთ ეს ღილაკი, რომელიც ინტეგრირებადია ნებისმიერ e-commerce ტიპის საიტში. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენ საიტზე flipmyroom.com და მესამე გვერდზე დაგხვდებათ აი ასეთი ინტეგრირებადი კოდი, ღილაკი, რომელიც ერთადერთი რაც გჭირდებათ, უნდა ამოცვალოთ ლინკი, თქვენი პროდუქტის ლინკი და 5 წუთში ჩაინტეგრირდება ნებისმიერ e-commerce ტიპის საიტზე. და ნებისმიერ e-commerce ტიპის საიტს შეუძლია ეს ფუნქციონალი გამოიყენოს. კაი, პრეზენტაციაზე დავუდგეთ ისევ. კაი, ცოტაოდენი ტექნიკური სტაკი. მთავარი ჩელენჯი აქ იყო რეალისტური სურათების გენერირება. და ამისთვის გამოვიყენეთ Google-ის Nano Banana, რომელსაც ყველაზე საუკეთესო შედეგი მივაღწიეთ ორი ეტაპის გავლის შემდეგ. პირველი ეტაპი არის ის, რომ მომხმარებელი ატვირთავს თავის ოთახის სურათს და აი ამ ოთახის სურათს Cloud API-ის მეშვეობით ვაკეთებ დეტალურ აღწერას. რა მასალა გამოყენებული, რა ფერია, რა განათება, რა არის ბიზნეს ობიექტი და შემდეგ აი ამ ინფორმაციას prompt-ის სახით გადავცემთ Google-ის Nano API-ის იმ სურათებთან ერთად, რაც მომხმარებელმა ატვირთა და შესაბამისად ჩვენ ვგებულობთ რეალისტურ ფოტოებს before after. სულ ეს იყო ჩვენი embeddable ღილაკის ნახვა შეგიძლიათ საიტზე flipmyroom.com და გონია რომ აი ამ ღილაკის მეშვეობით ბევრ ადამიანს გაუმარტივდება ცხოვრება. მადლობა. შეურის კითხვები? კითხვა მაქვს ერთი. აი ეს ახლა embedding-ზე რასაც იძახდი, საიტზე რო შეგვიძლია ჩავსვათ. აი ეგ რო აგვიხსნა, ანუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ახლა საიტზე მინდა დავუშვათ ჩავსვა, რა უნდა. ღილაკზე რო გადავიდეთ, ღილაკის კოდზე საიტზე დათო. ხო, აი თუნდაც ასე. თქვენ უნდა გადახვიდეთ თქვენი პროდუქტის გვერდზე, სადაც გაქვთ slash პროდუქტები და ერთადერთი რაც გჭირდებათ არის ის, რომ აი აქ URL ნაწილში ეს URL-ი ამოცვალოთ თქვენი პროდუქტის სურათის URL-ით.
და მორჩა. ან დეველოპერმა მხოლოდ უნდა ჩააგობიროს ეს კოდი თქვენ საიტზე და შეცვალოს პროდუქტის URL და იმუშავებს ავტომატურად. ახსენე ორ ნაბიჯიანი ერთი როსავალ სეგმენტაციას აკეთებთ და მე უკვე იქიდან ამოღებულს აზრს დამბანას. რა განსხვავება იყო რომ პირდაპირ ნამბანას გაკეთებთ და რა განსხვავება მოსცათ თქვენ ახლა ვცადეთ ჩვენი პირველი მეთოდი იყო რომ ყველა სურათი რაც აძლევდა მომხმარებელმა პროდუქტის სურათი და თავისი ოთახის სურათი პლუს პრომპტთან ერთად რომ შენ ხარ AI ასისტენტი და დააგენერეს და სურათი ეს სამივე ერთად მივეწოდებინა ნანობანანასთვის მაგრამ ამ შემთხვევაში სურათები ერთმანეთში ირეოდა და ანუ ახლოსაც კი ავღებულობდით რეალისტურ შედეგს და მას შემდეგ რაც შევცვალეთ ეს აღწერით უკვე ვაწვით დეტალურ აღწერას რა და აღწერით 1000 ჯერ უკეთეს შედეგი მივიღეთ ვიდრე მხოლოდ სურათების გადაწოდებით და თქვით რომ სურათი დააგენერეო ბოლო კითხვა ორ დღეში გააკეთეთ? კი. ძირითადად გამზადებული API-ები landing page-ს გამოვიყენეთ Lovely, სურათების გენერაციისთვის Google-ის Nano-Banana, ხოლო back-ისთვის Node.js-ზე გავაკეთეთ და Heroku მზად იყო back-ის დასახვასად, Vercel front-ის დასახვასად და ხო, ცოტა ხდება 2 საათის წინ დავამთავრეთ. ან ყველაზე მეტად რაზე ვიწვალეთ? ყველაზე მეტად ვიწვალეთ, რომ აი ეს ფოტოს როცა ავდივართ, აი ვთქვათ ამას, აი ეს ფუნჯი ამოგვეტრიალებია. ამას დავხარჯეთ ყველაზე. ხო, ან ფუნჯის ამოტრიალებაში რა, აი ეს ფუნჯი რა ჩანს. მაგრამ თვითონ ტექნოლოგია მართლა არ არის, ან ვიდეოში ორი API-ის გამიძახება არის, Vercel-ზე ეგრევე იხსნება, Lovable ეგრევე ანუ ეგრევე აგენერებს ვებსაიტს და ანუ ტექნოლოგიურად მართლა ძალიან მარტივი გადაწყვეტა არის რა. ესეთი განსაკუთრებული არის. მადლობა დიდი. ესე იგი, შემდეგ